დილამშვიდობისა, დღეს 3 ივნისია, დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ყველას, შევეცდებით რა თქმა უნდა, რომ საინტერესო წარმართოთ თქვენთვის ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ახლა ვიდრე გაგაცნობთ თემებს და იმ სტუმრებს, რომელსაც შეხვდებით ჩვენთან ერთად, საეკლესიო კალენდარს გავეცნოთ და შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 3 ივნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. Sam ივნის წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ვლადიმირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა და მოიხსენიებს წმინდა მოციქულთა სწორებს კონსტანტინე მეფესა და მის დედას ელენე დედოფალს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვიერთდება საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ უწმინდესისა და უნეტარესის სილია მეორის სიტყვებზე, სადაც საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარი ამბობს, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით 2025 წლის 30 მაისს თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სათაურით პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც ეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის თავს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდებიან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხათულა ნიშნიანიძე და ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის შესახებ, რომელიც როგორც აღნიშნეთ 30 მაისს გაიხსნა და 31 მაისს დაიხურა. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ვფიქრობ ძალიან საინტერესო. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დავრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოდიშვილი. დილომშვიდობის მამა კახაბერ. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და ჩვენ ზვირფას მაყურებელს. მეც მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ ჯვარი ადამიანის ცხოვრებაში და გვახსოვს უწმინდეს სიტყვები, სადაც ამბობს, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი. რა შეგვიძლია, როგორ შეიძლება რომ ეს სიტყვები განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს და რას ნიშნავს ზოგადად ჯვარი ადამიანის ცხოვრებაში? მართალი გითხრათ, ჩვენი სატელევიზიო ეთერების საშუალებით ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ჯვარზე და მათ შორის სახარებაში ნათქვამ ჯვრის ტვირთვის შესახებ, როდესაც დაგჭირვები ამ ადგილის განმარტება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უწმინდესის ეს ნათქვამი კვლავ გასახმაურებელია და ყველასთვის საცოდნელია, რადგანაც აი სწორედ ასეა ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველოებში ვნახულობთ, ქრისტე მაცხოვართან სახარებაში ვნახულობთ ჩვენ, რომ საზოგადოებას ეუბნება, რომ აი დაინახავთ და ვერ გაიგებთ, მოისმენთ და ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად ისე უნდათ გაგება, როგორც თვითონ ესმით რაღაც, აი და თვითონ შეთხზავს რაღაცას საკუთარი ლოგიკის ან ინტელექტის საფუძველზე და ფიქრობს, რომ ღმერთიც ასე უნდა ფიქრობდეს. აღარ ვლაპარაკობ, რომ ადამიანებიც ზუსტად ასე უნდა ფიქრობდნენ. და მე ვფიქრობ, რომ პატრიარქის ეს ნათქვამი, რომ მან ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი, უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ კუთხით უნდა ალბათ განიმარტებოდეს და დღევანდელ დღეს ასე ვფიქრობ ამ კუთხით ვისაუბრო თქვენს წინაშე. რატომ ვახსენე, რომ თუნდაც ძველი აღთქმის რაღაცა თემები განსამარტი იყო ხოლმე. თანამედროვე საზოგადოებას მაცხოვარი, როდესაც ქადაგებდა მის თანამედროვე საზოგადოებას, რა თქმა უნდა ესმოდათ მისი ენა. თუმცა კი, რა თქმა უნდა, იქაც იყო ისეთი სათანადო თარგმანები, როდესაც ადამიანი თვითონ მოირგებს მაცხოვრის ნათქვამს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ აი ძველი აღთქმის თუნდაც 10 მცნება, რომელშიც თითქოს და გაუგებარი არაფერი არ არის, მასაც ჭირდებოდა ახსნა განმარტება, რადგანაც მაცხოვარმა ეს გააკეთა. მისი ერთ-ერთი ქადაგების დროს მან დაიწყო და ახსნა, ესე იგი, რას ნიშნავს ის, რომ არა კაცკლა, არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ვიღაცას მიეპარო და ქვაჩარდია, ხვია ესროლო, ქვა ესროლო, რა მნიშვნელობა აქვს? ეს ამას არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ და ეს სიტყვები ამითი არ შემოიფარგლება და ცოტა უფრო ღრმა შინაარსობრივი ჩახედვა არის ამაში საჭირო. მე ვფიქრობ, სწორედ ასეთია უპირველესი მცნება, რომლის შესახებაც პატრიარქი ამბობს ისევე იგაურად, როგორც მაცხოვარი ჩვენ გვესაუბრებოდა ხშირად იგაურად. უპირველესი მცნება, რომელსაც სახარებაში ეკითხებიან მაცხოვარს და რომელია, პასუხობს, რომ შეიყვარო მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი და შეიყვარო ღმერთი. და აი ამის შესახებ არის ლაპარაკი, რომ სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანებისკენ სწორედ ამ სიყვარულს უნდა ქმნიდეს. მაგრამ აქვე ვიკითხავთ, რომ თუ სიყვარულზე ვლაპარაკობთ, ჯვარი რაღა შუაშია. მოგახსენებთ, რომ სიყვარული პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია და პასუხისმგებლობაა სწორედ ჯვარი. სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა და ემოცია. ვინც ასე ფიქრობს, რომ ეს გრძნობაა და ემოციაა მხოლოდ და მხოლოდ, რომელიც შენში შემოდის და რაღაცა ბედნიერების ჰორმონებს, ესე იგი, აანთებს შენში მხოლოდ და მხოლოდ, დაღუპულია ესეთი ადამიანი, იმიტომ რომ ეს რაღაცა ცეცხლს გავს, რომელიც ახლა ამ წუთში დაანთებდა მხურვალეა, მაგრამ 1 საათის შემდეგ მას ის მხურვალება, შეიძლება 1 საათის არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდგომ მას ეს მხურვალება დაეკარგება, ნელ-ნელა მინავლდება და მისგან აღარაფერი აღარ დარჩება ნაცრის გარდა. ამიტომაც სწორედ ასეთია ადამიანის განცდა, რომელსაც გონია, რომ მხოლოდ ამ სიყვარულზეა ლაპარაკი და მხოლოდ გრძნობის მიერ სიყვარულზე, რომელიც ესე იგი შემოუტევს, ესე იგი ცეცხლებით აენთება მასში და მეტი აღარაფერი აღარ დარჩება. სინამდვილეში აქ იმ პასუხისმგებლობაზე არის ლაპარაკი, რომელი პასუხისმგებლობაც ადამიანს ღვთისა და საზოგადოების წინაშე აკისრია. ასე ბრძანებს მოციქული. თუ შენ ამბობ, რომ გიყვარს ღმერთი და არ გიყვარს ადამიანი, რომელიც შენს ირგვლივაა ადამიანები, მაშინ შენ ტყუი ხარ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება შეიყვარო ღმერთი, რომელიც არ გინახავს, თუ კი აგერ ადამიანი, რომელსაც ხედავ და ესე იგი არ გიყვარს, მის შესახებ შეგიძლია თქვა. ამიტომაც ეს პირდაპირი ფორმულირებაა, რომელიც ადამიანს ამხელს ხშირ შემთხვევაში, რომ უყვარს თუ არა ღმერთი, როგორ უნდა გამოსცადოს და უყვარს თუ არა ადამიანი, ესეც უნდა გამოსცადოს. მე მეცაც გეტყვით, ფორმულა მოგცა, ესე იგი, რაღაცა ინსტრუმენტი მოგცა, საზომი ინსტრუმენტი მოგცა სიყვარულისა ღმერთმა, როდესაც ეს გითხრა, რომ ისე უნდა გიყვარდეს მოყვასი,
როგორც საკუთარი თავი. აი ამით შემიძლია გავზომო მე რომ ვასრულებ თუ არ ვასრულებ აი ამ ცნებას. მაგრამ ესე მხოლოდ მაღალ თეორიულად რო არ დარჩეს ჩვენი ნათქვამი, მოდით ცოტა კიდევ უფრო პრაქტიკაში განვიხილოთ, რამდენად შეგვიძლია და რამდენად ვაკეთებთ და ვინ არის ჩვენი მოყვასი, მხოლოდ თქვა და-ძმა, ოჯახის წევრი, დედა, მამა, თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ჩვენს ირგვლივ, ადამიანები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან, არა მხოლოდ ახლობლები და მეგობრები და ნათესავე. აი ამ შეკითხვაზე მოიყვანა მოწყალე სამარიტელის მაგალითი მაცხოვარმა, როდესაც გაჭირვებულ და დაყაჩაღებულ და გაუბედურებულ ნაცემ ადამიანს მღვდელი ჩაუვლის, ლევიტელი მღვდელი მოგეხსენება თუ დამსახურია, ლევიტელი ეკლესიის მსახურია, ერთი ჩაუვლის, მეორე ჩაუვლის და სამარიტელი, რომელიც საერთოდ არ არის, ესე იგი, აი დღევანდელი გაგებით რო ვთქვათ, რომელიმე სექტის წევრია, ასე შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც არ ეკუთვნის, ვთქვათ, მართლმადიდებლურ სამყაროს და რაღაცა სექტაა ცალკე ჩამოყალიბებული და აი ის წევრი, რომელიც მერე გაუკეთებს ასეთ სიკეთეს. სრულიად უცნობ ადამიანს, რო განამარტოვის, რო ჭრილობებს მობანს და სასტუმროში წაი. ფულსაც კი გადაიხდის, იქ და იტყვის, რომ თუ ამაზე მეტი დაგეხარჯებათ, რომ უკან როცა დაუბრუნდები, აუცილებლად ავანაზღაურებ ამ ყველაფერსო და ეს პასუხი პირდაპირ ჩვენ სახარებაში გვაქვს, რომ ნებისმიერი ადამიანი მოყვასია. მიუხედავად სქესისა, რჯულისა, კანის ფერისა, ასაკისა, წარმომავლობისა და ასე შემდგომ. არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი ადამიანი არის მოყვასი. მაგრამ როგორ იწყება ეს, რომ ახლა გავიგე ეს მცნება და ერთ დილითაც გავიღვიძებ და გადავწყვიტე, რომ მიყვარდეს ყველა და ეს ასე არ ხდება, რა თქმა უნდა. ამას ჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა. ეს არის სწორედ ის ჯვარი, რომლის შესახებაც პატრიარქი გველაპარაკება, რომ თავის ცხოვრებაში ჯვარს უნდა ქმნიდეს, ქმნა ნიშნავს შრომას. დიახ. სხვაგვარად ეს შეუძლებელია. ამ შრომის გარეშე ახლა რომლის შესახებაც მე ვისაუბრებ, შეუძლებელი იქნება რომ ადამიანმა შეიყვაროს ან ღმერთი და ან ადამიანი. და რომელ შრომაზე არის ლაპარაკი, იცით რომ პირველი ის არის რომ არ გძულდეს. და იწყებ ამაზე შრომას რომ არ შეიძლება გძულდეს ვინმე. მეორე უნდა ესე იგი რაღაცა კიდე შემდგომი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ სანამ გადადგამ შემდგომ ნაბიჯს უნდა ესე იგი ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო ადამიანმა, რომ შეგეძროს უცხო აზრის შეწყნარება. შეწყნარებაში არ გულისხმობ იმას, რომ მივიღებ და როგორც უეჭველ ჭეშმარიტებას, არამედ ამის გამო აგრესია არ დამემართება მე. მრისხანება. და მე ვფიქრობ, რომ ეს ნათქვამი, პატრიარქის ნათქვამი, რომელზედაც ასე დავიწყე საუბარი, რომ ძალიან აქტუალურია და ძალიან საჭიროა ჩვენი თანამედროვე საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ გადაცემაში ასე საუბრის საშუალების მოცემისთვის, რომ ვუთხრათ ჩვენ ასე გაყოფილ და დაპირისპირებულ საზოგადოებას, რომ ვისწავლოთ ერთმანეთი პატივისცემა. აი ამ ცნების შესრულება, აქ არ მოუწოდებ მე იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის გარეთ არიან და თქვათ ამ ცნებას შეიძლება არ დაგიდევენ ან არც სმენიათ. მე ვსაუბრობ ეკლესიის შიგნით მყოფ ადამიანებს, მათ შორის მრევლზე, მათ შორის სასულიერო პირებზე, რომ ვისწავლოთ უნდა ჩვენ ერთმანეთის მოსმენა. რადიკალური აზროვნება ძალიან საშიშია, ასევე ბრძანებს ხოლმე პატრიარქია, რაც განსხვავებული აზრის შეიძლება არ ამიღებას, მაგრამ მოსმენას უკავშირდება, ვთქვათ და ჩვენ უნდა დაუდოთ ამისი მაგალითი ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ შეგვიძლია ერთმანეთის შეწყნარება, ისინი მით უმეტეს ამას არ გააკეთებენ. ამიტომაც, როდესაც ლაპარაკობთ ამ გაყოფილი საზოგადოების შესახებ, აი ამ ჯვარზე თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ერთმანეთზე, პირველ რიგში ალბათ ის არის გასაკეთებელი, რომ მიუხედავად იმისა, როგორ მკრეხელურადაც არ უნდა ჟღერდეს ვიღაცის მიერ გამოთქმული აზრი, როგორ შეურაცხყოფელადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთი რამ, რომ სამაგიეროს გადახდა არ დავიწყოთ ამის გამო. ანუ მკრეხელობას მკრეხელობით არ უპასუხოთ, იმიტომ რომ ან ბიმას რა ქვია, შეურაცხყოფას შეურაცხყოფით, იმიტომ რომ მაშინ იკარგება საერთოდ ქრისტიანობა იკარგება ჩვენ შორის. ამიტომაც გამოთქმა ის, რომ ვიღაცამ ესე თქვა, ან ვიღაცამ ესე გააკეთა, ან ვიღაცამ ესეთი სპექტაკლი დადგა, რა მნიშვნელობა აქვს? წავიდეთ ახლა და დავანგრიოთ იქაურობა, ეს არ არის ქრისტიანული სული. მე გეტყვით რაც არის ქრისტიანული სული. ამის შესახებ ეკლესია იმსჯელებს და იტყვის თავის სიტყვას, რა არის და სად არის ჭეშმარიტება. ცხადია და ესეც აკეთებს ყოველთვის. მაგრამ ასე აკეთებდა ყოველთვის, ასე აკეთებდა 7 მსოფლიო საეკლესიო კრება, სხვა მეტი კი არაფერი არ გაუკეთებია. გააჩნდა რაღაც კრეხელური აზრი, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების ხსენება იყო ზუსტად გუშინ წინ და
პირველი მსოფლიო საეკლესიო ზოგადად კრება 1700 წლის თავი აღინიშნება, წელს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენ დაანონსეთ კიდეც ის საინტერესო კონფერენცია ძალიან, რომლის შესახებაც იქნება საუბარი. ამას მიეძღვნა სწორედ და რომ გაჩნდა რაღაც კრეხელური აზრი არიოზის მიერ წარმოშობილი, რომელ აზრსაც მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ქონდა საფუძველი, იმიტომ რომ ადამიანებმა ესე უცბად ვერ გაერკვნენ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში და რაღაც ადამიანური ლოგიკის დაქვემდებარებაში მოინდომეს, რომ ღმერთი მოექციათ. ეს ძალიან დიდი საცდურია ყველა ადამიანი. რა გააკეთეს ამისთვის, რომ გამოვიდნენ ხმლები შეიბეს და ესე იგი დაანგრიეს არიოზის სახკარი და არა, ასეთი რამ არ მომხდარა, ეს იყო შეკრება, მიუხედავად აზრთა ესე იგი სასტიკი დაპირისპირებისა. თუმცა გადმოცემა არსებობს, რომ წმინდა ნიკოლოზსა და არიოს შორის მოხდაო ისეთი წმინდა ნიკოლოზის მხრიდან დაპირისპირება ესეთი გადმოცემა არსებობს, რომელზედაც ვერავინ დაადასტურებს, რომ ან ნამდვილია, ან ტყუილია, ну რაღაცა ესეთი, მაგრამ რახან არსებობს ესეთი გარდამოცემა, იქვე სხვა გარდამოცემაც არსებობს, ამის გამო წმინდა ნიკოლოზს აყარეს პატივი და ესე იგი მღვდელმსახურებას ჩამოაშორეს, იმიტომ რომ არ ქონდა მას უფლება, რომ ხელით შეხებოდა ვინმეს. არ ვიცი ეს მართალია თუ არა, იმიტომ რომ არსებობს გარდამოცემა. გარდამოცემა შეიძლება იყოს რაღაცა ხალხის მიერ ცოტა ფანტაზია შესხმული ამბავი. ამიტომაც ეს ამბავი თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ ისიც მომხდარა, რომ ნიკოლოზ ჯვარი აყარეს და პატივი მღვდელმსახურებისა. მოკლედ, რისი თქმა მინდოდა, რომ ეკლესია ამბობს ყოველთვის თავის სიტყვას. ამბობს რითი? სწორედ ბიბლიაზე, წმინდა წერილზე და 7 მსოფლიო მამების კრებებზე დაყრდნობით, რაც საფუძველია ჩვენი ეკლესიური სწავლებისა, ჩვენი დოგმატიკისა. ამიტომაც სხვა მეტი საშუალება და მეთოდი ჩვენ არ გაგვაჩნია დაუპირისპირდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვათ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ რაღაცა სწავლებას განავითარებენ, ან რაღაცა მკრეხელობით მოინდომებენ მის შეურაცხყოფას. იმიტომ რომ ღმერთს ვერავინ ვერ შეურაცხყოფს. ყველა შეურაცხყოფს საკუთარ თავს. უბრალოდ უნდა გაიხსენონ ადამიანებმა ამ შემთხვევაში ეკლესიურმა ადამიანებმა, რომ ეს არ არის ქრისტეს მიერი მეთოდი ბრძოლისა და ამ მეთოდს თქვათ ეკლესია ადგენს როგორი უნდა იყოს, როგორ ის ამხილებს თქვათ, სადაც არ არის ჭეშმარიტება ყოველივე ამას და უნდა მოუწოდოთ ასევე ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჩვენ არ მოვწონდეთ. რომლებსაც შეიძლება არც მართლმადიდებლური სწავლება არ მოსწონდეს, ან პირადად მე არ მოვწონდე ერთ-ერთი მღვდელი ვინმე კახაბერ გოგოტიშვილი, მაგრამ ეს იმის უფლებას კი არ აძლევს მას, რომ მოდგეს და მაგინოს. სადაც გაუხარდება ეს სატელევიზიო საშუალებით იქნება თუ ქუჩაში იქნება, დადგება და ტრანსპარანტებს დაიჭერს და ჩემ შეურაცხყოფილს. არ აძლევს მას ამის უფლებას, იმიტომ რომ თუ კი ისიც თავისუფლებაზე მელაპარაკება, მაშინ იქნებ ჩემ თავისუფლებასაც ცეს პატივი, რომ მე რადგანაც ავირჩიე ქრისტიანობა, წმინდანთა თაყვანისცემა, ეს მისთვის შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ გაიცინოს სახლში, სადაც მარტო იქნება, ან მის თანამოაზრეებთან ერთად შეიძლება, მაგრამ გამოვიდეს და საჯაროდ მე შეურაცხყოფა მაყენოს. ეს ხომ გამოდის, რომ ის ორმაგ სტანდარტებს არის დამორჩილებული, რომ სადაც აწყობს თავისუფალია და სადაც არ აწყობს და ესე იგი საწინააღმდეგო აზრი შეხდა, იმის წინააღმდეგ ყველანაირ მეთოდს გამოიყენებს, მათ შორის შეურაცხყოფელს და ასე ვიტყვი ქუჩურს, ხულიგნურს. ძირითადად ესეთ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს ხოლმე საქმე. ამიტომაც წამოვიწყე ამ თემაზე დღევანდელ დღეს ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს ძალიან აქტუალურია. ეს ძალიან ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება არის და ყოველდღე რასაც არ უნდა შეხედოთ საინფორმაციო გამოშვება იქნება თუ რაღაცა სხვა ესე იგი სატელევიზიო გადაცემა ორი მხარე არის დაპირისპირებული ერთმანეთთან, რომელიც ცდილობს ერთმანეთს დაუმტკიცოს თავისი სიმართლე და ეს კი არ არის აკრძალული რომ დაუმტკიცოს თავისი სიმართლე. აკრძალულია ის მეთოდები, რომელი მეთოდებითაც ისინი ცდილობენ ამ სიმართლის დამტკიცებას და მეორე ადამიანის გაჩუმებას, ან შანტაჟით, რომ რაღაცა კომპრომატები შეიძლება მოაგროვოს მასზე და ხმამაღლა იტყვის თუ ის ადამიანი არ გაჩუმდება, ან ძალადობით, იმიტომ რომ გინდა თუ არა ასე უნდა იფიქრო, როგორც მე ვფიქრობ. და თუ არ მეფიქრება ასე, რატომ ძალადობ ჩემზე? ამიტომაც, როდესაც ვამბობთ ჯვარი, რომელიც განასახიერებს სწრაფვას ღვთისაკენ და სწრაფვას ადამიანებისკენ, უპირველეს ყოვლისა აქ ამ ქვეყნად იწყება აი ამ პასუხისმგებლობით, რომ მე ადამიანები არ უნდა მძულდეს და არ უნდა ვიძალადო მათზე, მიუხედავად იმისა, როგორი განსხვავებული აზრიც არ უნდა კონდეს. მათ შორის ეს შეიძლება იყოს კრეხელური. მე მას უნდა ავუხსნა
რა არის ჭეშმარიტება. მე მას უნდა ველაპარაკო სახარებისეული ენით. მე მას უნდა ქრისტეს მოქმედება და საქციელი ვაჩვენო ყველა სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, მისი მხრიდან როგორი აგრესიაც არ უნდა მოდიოდეს და გაითვალისწინონ ეს ადამიანებმა, რომლებისთვისაც არ არის თქვათ ესეთი საპატივცემულო ან სახარება ან წმინდა მამათა სწავლება, რომ მათთვის რაღაცა კანონი ხომ უნდა არსებობდეს, რომელი კანონიც უნდა არეგულირებდეს ამ ყოველივეს, რომ ისინი თავისუფლების მოთხოვნით მე არ უნდა მზღუდავდნენ ჩემს თავისუფლებაში. თუმცა ისინი არ ემორჩილებიან ამ კანონს, ცხადია და ნუ ამის ბევრი შემთხვევა გვაქვს. მამა კახაბერ, აი უწმინდესის ცნობილი სიტყვებია, ხომ რაზეც ვსაუბრობთ და ცნობილი ქადაგება სწრაფვა ღვთისაკენ, რომელიც ვერტიკალს ქმნის და ჰორიზონტალი სწრაფვა ადამიანისაკენ, რაც ქმნის ჯვარს. რატომ არის ასეთი რთული შესასრულებელი? თქვენ ისაუბრეთ იმას, რომ პირველი ნაბიჯი არ უნდა გძულდეს ადამიანი, შემდგომ თქვათ ის რომ რაღაცნაირად თანაუგზნო, აი რა არის მომდევნო ეტაპი და როგორ აი შრომა, რაზეც თქვენ საუბრობდით, როგორ უნდა წარემატოს, ისე რომ მივიდეთ რაღაც უმაღლეს შეიძლება სულიერების უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს ადამიანმა, რასაც განხრთობა ქვია. ეს ძალიან დიდ ასკეტიზმს მოითხოვს, რაღაცა შინაგან მსახურებას მოითხოვს ადამიანისას, როგორც უკვე მოგახსენეთ, პირველი ნაბიჯი არის ის, რომ არ გძულდეს, მეორე ნაბიჯი არის ის, რომ სამაგიერო არ გადაუხადო და ამას ძალიან დიდი მოთმინება სჭირდება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფილია, თითოეულ ჩვენგანში არის თავმოყარეობის გრძნობა და მადლობა ღმერთს, რომ არის და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ეს თავმოყარეობა ძალიან ხშირად ისე გადაიზრდება ძალიან დიდ ამპარტავნებაში, რომ ადამიანს უჭირს განსაზღვრება, სად გადის ზღვარი თავმოყარეობასა და რაღაცა უსაზღვროდ დიდ ამპარტავნებას შორის. ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამას, რომ რას ნიშნავს მისი თავმოყარეობა, ესეც გამოსაძიებელი ალბათ ცალკე თემა ამაზე რომ გადავიდეთ შეიძლება ღირსება რა არის, თავმოყარეობა რა არის და საინტერესო თემაა ეს. დიახ, ამიტომაც ჩვენ რადგან ამ ნაბიჯებს ვსაუბრობთ, ამას დაუბრუნდები კვლავ, რომ თავმოყარეობა, როდესაც შელახული აქვს ადამიანს, ეს მისი ღირსება, როდესაც შელახულია ვიღაცის შეურაცხყოფით ან რაღაცა საქციელით, ფიზიკური თუ სულიერი ძალადობით მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან ძნელი ამისი დათმენა. ძალიან რთულია, რომ პასუხი არ გასცე ისეთივე მეთოდებით, როგორ მაგალითად თუ გაგარტყა, რომ შენს გინდა, რომ ისეთივე ტკივილი აგრძნობინო ადამიანს. სწორედ ამის დათმენა არის ძალიან ძნელი და პირველი ნაბიჯი თუ არის ის, რომ არ გძულდეს, მეორე ნაბიჯი სწორედ ეს არის, რომ ამ დათმინებას სჭირდება ძალიან დიდი რაღაცა შინაგანი მზაობა, რომ ადამიანმა თავი შეიკავოს ამ ყველაფრისგან. და როდესაც ხედავს ღმერთი, რომ ადამიანი ასე იქცევა, რომ პირველ რიგში რაღაცა სიძულვილზე თქვა ვარი, მეორე რიგში ეხლა შურის ძიებაზე ამბობს ვარს, სულიწმიდის მადლით ივსება ესეთი ადამიანი და მასზე გადმოდის კიდე უფრო მეტი ძალა, რომელიც ძალითაც ეხლა თუ კი გუშინ იმას ცდილობდა რომ არ შესძულებოდა და დღეს უკვე იმას რომ სამაგიერო არ გადაიხადოს, ხვალ უკვე პირველი ნაბიჯი ჩნდება სიყვარულისკენ და ეს სიყვარული არ არის პირდაპირ მნიშვნელობით ის რომ გაიქცევი, ჩაეხუტები და ესე იგი შენს გარეშე ვეღარ ვიცხოვრებ იტყვი, არამედ ეს სიყვარული არის ის რომ ეს ადამიანი შენთვის სულ ერთი აღარ არის. ანუ თუ კი აქამდე ებრძოდი იმ გრძნობას რომ წავიდეს და რაც უნდა ის უქნია, ეხლა მიხვდები რომ სულ ერთი აღარ არის და მისი დაღუპვა, მისი გაწირვა ამ ადამიანისა, შენთვის უკვე გარკვეულ ტკივილს შეიძლება ნიშნავდეს და შენში შინაგან აი ამ ღელვარებას იწვევდეს რომ ვაიმე არ დაიღუპოს ეხლა ესა და კი მე ესეთი შეურაცხყოფა მომაყენა, მაგრამ არ დაიღუპოს ეხლა ესეთი ადამიანი. ამიტომაც რატომ ხშირად კითხვას სვავენ რომ მეორედ მოსვლის ჟამს როგორ შეიძლება ეხა მონანულმა მკვლელმა და მისმა მსხვერპლმა ერთად გაიხარონ სათასასუფეველში თუ მართლა მოინანია და ღმერთმა აპატია სასუფეველში ხო უნდა შევიდეს და ის მოკლულიც რომელსაც არაფერი დაუშავებია მოწამე იყო და თქვათ ისიც სასუფეველშია როგორ შეიძლება ისინი ერთმანეთთან იყვნენ სწორედ ასე იქნებიან ისინი ერთმანეთთან რომ აი მისთვის ამ მსხვერპლისთვის სულ ერთი არ არის მისი მკვლელის ბედი. ისევე როგორც თქვენ ხო არ გონიათ რომ ეს რაღაცა ლამაზი სიტყვების გამო წარმოთქვა სტეფანე პირველ დიაკონმა, როდესაც ქვით ჩაქოლვას უპირებდნენ, რომ მიუტევე უფალო არ იციან რას აკეთებენ, როდესაც ასე ლოცულობს თავიანთი მისი ჯალათებისთვის.
ეს არის უმაღლესი საფეხური, ხო? რა თქმა უნდა, უმაღლესი საფეხურია. დიახ, განა ის რომ არ ზულს და განა ის რომ თქვათ რაღაცა სამაგიეროს გადახდას არაპირებს და თქვენ მოგეგებათ ამაზე პასუხი კი არა. ლოცულობს რომ მიუტევე არ იციან რასე. ამიტომაც სწორედ ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ შეიძლება მსხვერპლი და მოძალადე ერთად აღმოჩნდნენ და ნამდვილად შერწყება ყველა მოძალადეს თავისი საქციელისა და თუ კი უკვე სცხვენია, რა თქმა უნდა, ეს დიდი ნაბიჯია. ამიტომაც ეს ნაბიჯებზე, როდესაც საუბრობდით ჩვენ, როდესაც სულ ერთი არ იქნება შენთვის ადამიანი, აი ეს არის უკვე სიყვარულის გამოხატულება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გქონდეს ესეთი პირადი ურთიერთობა, რომ ან ვერ გქონდეს რაღაცა მიზეზების გამო, რომ გამოხატავდე ამას, ან ეფიცებოდე სიყვარულს, ან მასთან ერთად თუნდაც ჩაის და ყავას მიირთმევდე ყოველ საღამოს, მაგრამ შენთვის სულ ერთი აღარ არის ეს ადამიანი. ეს არის საფრთხო სიყვარული ალბათ, ხო? ეს არის რომ სულ ერთი აღარ არის მისი ბედი და მისი დაღუპვა შენთვის სულ ერთი აღარ არის, ამიტომაც ლოცვასაც კი იწყებ ამ ადამიანის გამო, რომელზედაც გუშინ საკუთარ თავს ებრძოდი რომ სამაგიერო არ გადაგეხადა. ეს ეხლა თითო დღეში არ ხდება, ბუნებრივია, ერთ დღეს და მეორე დღეს რო ვამბობ, ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება გარკვეული ეტაპები დასჭირდეს ადამიანს ყოველივე ამის გადასალახად და ეს ვიღაცისთვის მართლა ერთი დღე იყოს და ვიღაცისთვის ერთი წამი, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება წელი. დიახ. მაგრამ გადალახვადია და არ არის შეუძლებელი, რადგანაც უამრავი მაგალითი თუ წმინდა წერილიდან, თუ წმინდანთა ცხოვრებიდან ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ, რომ ადამიანებს მიუღწევიათ ამ სიმაღლისთვის პირადი ასკეზის და ღვთისკენ სწრაფველობის შედეგად. დიახ, აი მამაკახაბერ, რთული მძიმე ცხოვრებიდან გამომდინარე, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მეტის გაძლება წარმოუდგენელია, აღარ შეიძლება დავიღალე. იგივე უწმინდესი სიტყვები გვახსენდება აქაც, სადაც ამბობს, რომ სწორედ ამ ნიადაგზე, ამ თვალსაზრისით შეიქმნა საგალობელი დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. აი რა შეგვიძლია ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, რამდენად აქვს დრო და უფლება ამ ყველაფრის თქმის ადამიანს, რომ დავიღალე მეტის გაძლება წარმოუდგენელია და თქვენივე სიტყვებით გავიმეორებ, არ უნდა გავიგოთ ეს პირდაპირ მნიშვნელობით, როგორც არა კაცკლა, ხო? პირდაპირ დაიღალა ფიზიკურად მხოლოდ ადამიანი, ეს არ არის მხოლოდ ამაზე საუბარი, ხო? რამდენად გვაქვს ზოგადად ამ ყველაფრის თქმის უფლება, რომ დავიღალე და მეტის გაძლება წარმოუდგენელია. იცით, უფლება შეიძლება მაქვს თუ არა მნიშვნელობა, იმიტომ რომ დაღლა მოდის. და მე არ მეკითხება ამას, რომ შენთან მოვიდე ახლა მე დაღლილობამ თუ არ მოვიდე და ეს დაღლა არც მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერიც. სულიერი დაღლილობა ადამიანის არის ყველაზე უფრო მეტად მტანჯველი. როდესაც ხვდები, რომ სულიერად ძალები აღარ შეგწევს რაღაცა ვთქვათ განვითარებისა, წინ წასვლისა და ერთ ადგილას გაჩერებაც არ არსებობს, მინდა გითხრათ. სულიერად ან წინ მიდის ადამიანი, ან უკან იხევს, იმიტომ რომ ერთ ადგილას გაჩერდა და რაღაცა შემდეგ ნაბიჯს ელოდება, ასეთი რამ სულიერი მიმართულებით არ არსებობს. გამუდმებული წინსვლა არის, გამუდმებული მატება არის. სული წმინდა, რომლესაც მოველით ჩვენ ახლა ამ პერიოდში ვიმყოფებით, რომ შემდეგ კვირას აღინიშნება სულთმოფენობის დღესასწაული, სული წმინდა ნაკლულევანთა აღმავსებელია და სწორედ ამ ნაკლულევანების შევსებისთვის ვევედრებით ხოლმე ჩვენ ღმერთს. და ეს ლოცვა სხვა მეტი კი არაფერია თუ არა, თქმა იმისა, რომ დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო, საგალობელი, რომელიც პატრიარქი საიამ ლოცვაზე დაიწერა, გახლავთ ის იმ ნაკლულევანების შევსების მოთხოვნა, ანუ ღმერთს ამას ევედრება ადამიანი, გამომდინარე იქედან, რომ რაღაცა გამოიფიტა, სულიერი ძალები გამოიფიტა, აღარ ვლაპარაკობ, რომ ფიზიკურად ჩვენ ყოველ წამს და ყოველდღიურად შეიძლება ვიღლებოდეთ. და რატომ შეიძლება აქ კითხვა ასეთიც გაჩნდეს, რომ რა თვითონ სული წმინდა ვერ ხედავს ჩემში ამ ნაკლულევანებას. შეავსოს მან ეს თავისთავად ისე, იმიტომ რომ ხო ხედავს, რომ მე ვცდილობ, მე ვიღწვი რაღაცა ვთქვა, თუნდაც ვშრომობ იმისთვის, რომ არ მძულდეს ადამიანი. მან ადგეს და მან გააკეთოს ეს ყველაფერი. ეს ასე სათქმელად ადვილია, მაგრამ არ გააკეთებს ამას ისევ შენი პატივისცემის გამო. იმიტომ რომ შენ თავისუფალი არჩევანი გაქვს და სულიწმინდა შენზე არ იძალადებს არავითარ შემთხვევაში. შენ უნდა გინდოდეს, შენ უნდა ითხოვდე ამას ყოველივეს და შენ უნდა თანამშრომლობდე მასთან. სხვაგვარად ეს შეუძლებელია. აი, კითხვა რომელიც გაისმის ძალიან ხშირად, რატომ ხდება ძალადობა, რატომ ხდება ომები, რატომ ხდება რომ იქ ახალგაზრდები იხოცებიან. არ შეიძლება ეს ყველაფერი აღკვეთოს ღმერთმა. მე ვამბობ რომ შეუძლია რომ უფრო მეტიც შეუძლია. საერთოდ ბოჩოლებად რო გადაგვაქციოს, მაგრამ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, თანამშრომლობთ ღმერთთან
და სულიწმინდის მოწვევით ესე იგი ის მოდის ჩვენში და აღავსებს ყველა ნაკლულევანებას. ასეთია ჩვენი სწავლება. ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა. საინტერესო საუბრისთვის, ჩვენთან მოგზაურობისთვის და გამშვიდობებით მოგახაბარ. საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოდიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ახლა 7 გზის ლოცვის დროა, ერთად მოვისმინოთ ლოცვას 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით 2025 წლის 30 მაისს თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის სახელობის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სათაურით კლიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც ეძღვნებოდა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის თავს. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ნიშნიანი.
კანინძე. მოგესალმებით, მამაცოტნე დაგულოცეთ. ქალბატონო ხათუნა, მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ვიცით რომ დიდი წარმატებით ჩაიარა ორდღიანმა სამეცნიერო კონფერენციამ, რომელიც როგორც აღნიშნეთ 30 მაისს გაიხსნა თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის სახელობის დარბაზში, 31 მაისს უკვე ჩატარდა კონფერენციის სამუშაო სხდომა. პირველ დღეს მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. ასევე სხდომაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი გია ვოლსკი, წმინდა სინოდის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბატონიშვილი ანა ბაგრატიონი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ზურა ბაბაშიძე, თბილისის ვიცე-მერი ბატონი გიორგი ტყემალაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ბატონი როინ მეტრეველი, სამეცნიერო წრის სხვა წარმომადგენლები, აკადემიკოსები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები და ჩვენ ვიცით რომ მსგავსი სახის წარმომადგენლობით ღონისძიებას კონფერენციას ხშირად მასპინძლობს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ქალბატონ ხათუნა, მაინც რითი იყო ეს კონფერენცია გამორჩეული, რომ გითხრათ? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, როგორც უმთავრესი და უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი, არის სწორედ მართლმადიდებული სარწმუნოების მეცნიერული კვლევის ცენტრი. და ამ მეცნიერული კვლევის შედეგები რასაკვირველია აისახება იმ კონფერენციების, სამეცნიერო დისკუსიების, შეხვედრების ფორმატში, იმ კავშირ ურთიერთობების საფუძველზე, რაც არსებობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სხვა საერთო თეოლოგიურ სასწავლებლებს შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მიმართულებით. მაგრამ აი ამ აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა რასაკვირველია იყო აღსანიშნავი, რამდენადაც ამ მასშტაბის, ამ წარმომადგენლობის ხასიათის კონფერენცია ჩვენს სივრცეში, ჩვენი ორგანიზებით არ ჩატარებულა. ამიტომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამოცდილება ჩვენი სასწავლებლისათვისაც და ეს იყო ერთობლივი პროექტი, კურთხევა გახდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისა, ხოლო საორგანიზაციო საქმიანობას წარმართავდა საქართველოს საპატრიარქო და თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, უშუალოდ მისი ხელმძღვანელი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. როდესაც ამ ტიპის კონფერენციების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, მოგეხსენებათ, რომ კონფერენცია ზოგადად არის კულტურათა დიალოგისა და შეხვედრის ადგილი. კონფერენციის უპირველესი მიზანია იმ სამეცნიერო ცოდნის პრეზენტირება, გაცნობა საზოგადოებისათვის, რა სიმაღლესაც მიაღწია ამა თუ იმ სასწავლებელმა. ამ თვალსაზრისით აღნიშნული კონფერენცია გამორჩეული იყო და ეს კონფერენცია მართლაც იყო დიალოგისა და შეხვედრის ადგილი, არა მხოლოდ კულტურათა, არამედ სახელმწიფოთა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების შეხვედრის ადგილი. ერთი და უმნიშვნელოვანესი ღირსება ამ კონფერენციისა გახდათ ისიც, რომ ამ კონფერენციამ თავისი შინაარსით დაადასტურა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არის სწორედაც ნაწილი იმ ცივილიზებული სამყაროსი, კულტურული მსოფლიოსი და იგი ერთგულია იმ ღირებულებების, რაც 325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა და განისაზღვრა. ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში მოხდა სწორედ აი გარკვეულწილად იმ სტანდარტის განსაზღვრა, როგორ შეიძლება წარმოაჩინო საკუთარი, თქვათ, მეცნიერული მონაპოვარი, პირობითად რომ თქვათ, და ამ თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო ეს კონფერენცია, როგორც ქართველი მომხსენებლების, ისე უცხოელი მომხსენებლების მხრიდანაც და შემთხვევითი არ არის, რომ მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ აი თავისთავად აკადემიური სრულყოფილება და სიმაღლე იმ მოხსენებისა, რომელიც წაკითხული იყო ამ კონფერენციის ფარგლებში, იმსახურებს, რომ ცალკე კრებულად
გამოიცეს ეს მოხსენებები და გაცილებით უფრო ფართო საზოგადოებისათვის გახდეს იგი ცნობილი. ამასთანავე კონფერენციამ თავისთავად განსაზღვრა ის სამეცნიერო, ასე ვთქვათ, საჭიროება, რაც აქვს ზოგადად ქრისტიანულ თეოლოგიურ სასწავლებლებს, აქვს ზოგადად სამეცნიერო წრეებს და სასწავლო დაწესებულებებს და ეს კონფერენცია მოგახსენებათ ამ კონფერენციის ფარგლებში იმართებოდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, დისკუსიები, როგორც ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ისე სტუდენტებს შორის და ამ შეხვედრების ფარგლებში სწორედაც განისაზღვრა არამხოლოდ კვლევის მეთოდები, არამხოლოდ თქვათ საკითხის შესწავლის თავისებურებანი გამოიკვეთა, არამედ განისაზღვრა ის ძირითადი ფუნდამენტური, თქვათ, ღირებულებები, რაც მეტნაკლები, თქვათ, თანადობით არის საერთო ქართული და, თქვათ, უცხოური თეოლოგიური სასწავლებლებისათვის. ასე რომ კონფერენციის მნიშვნელობა, კონფერენციის ღირებულება განსაკუთრებულად წარმოაჩინა ამ მიმდინარე ღონისძიებამ და ეს რასაკვირველია სასიხარულო იყო როგორც კონფერენციის ორგანიზატორებისათვის, ისე თითეული მონაწილისათვის და ამ ერთობისა და ამ საყოველთაო, ასე ვთქვათ, სიხარულის განცდა სუფევდა 2 დღის განმავლობაში წმინდა თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს შენობის. 1700 წლის თავი ნიკეის პირველი მსოფლიო საერთაშორისო კრებიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ვიცით, რასაც ეხმიანება სრულიად ქრისტიანული სამყარო და ერთ-ერთი პირველი მას გამოეხმაურა სწორედ საქართველოს საპატრიარქო და თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აღნიშნული კონფერენციით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მამაცოტნე, მინდა გკითხოთ ამ თარიღის მნიშვნელობაზე და ამ თარიღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ზოგადად. დიახ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ. გილოცავთ ამ თარიღს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის, ვინაიდან თავად ამ კრების მნიშვნელობა არის ძალიან დიდი. ჩვენ ვიცით, რომ სანამ კონსტანტინე დიდი ბიზანტიის იმპერატორი გამოსცემდა მილანის ედიქტს, ბრძანებას, რომ ქრისტიანები შეწყნარებულიყვნენ, იქამდე ძალიან ბევრი დევნა გადაიტანა ეკლესიამ. და ამ დევნის შეწყვეტის შემდგომ სხვაგვარი ბრძოლა დაიწყო ეკლესიის მიმართ, გულისხმობს სულიერ ბრძოლას და ეს ბრძოლა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე იქამდე. რა მოხდა? ესე იგი, არიოზმა დაიწყო არასწორი სწავლების, ანუ ერესის გავრცელება. არიოზი იყო ეს პრესვიტერი. ეკლესიაში არქიმანდრიტი და ეკლესიაში წარმოიქმნა ძალიან დიდი პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ამ აღნიშნული პრობლემა რო გადაწყვეტილიყო, არ იყო საკმარისი ადგილობრივი ეკლესიის რაღაც შეკრება და ბრძანების გაცემა. ამიტომ კონსტანტინე დიდმა ითავა ის ღვაწლი საკუთარ თავზე, როგორც იმპერატორმა, რომ ეკლესიასთან შეთანხმებით ორგანიზება მოახდინა მსოფლიოში არსებული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების შეკრება. ამ კრებაზე, რაც პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებად არის წოდებული, მოხდა გარჩევა ამ საკითხისა, დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა არიოზის ერესი და განისაზღვრა დოგმატურად, ესე იგი, ტერმინოლოგიურ დონეზე განისაზღვრა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი. რა თქმა უნდა, ეკლესიაში ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იქნება სწორი სწავლება, მართლმადიდებლური სწავლება, მაგრამ მსოფლიო საეკლესიო კრებების მნიშვნელობა არის დიდი იმდენად, რამდენადაც ამ სწავლებების, რომლებიც დავანებული არის თავისთავად ცხადია წმინდა წერილში, დოგმატური, ტერმინოლოგიური შემოსაზღვრა მოხდა. ჩვენ არასდროს არ ვაღიარებთ თქვათ, იმ აზრს, თითქოს რომ ეს აზრი, რომელიც არის თქვათ დასავლეთში გავრცელებული, რომ შეიძლება რაღაცა სწავლების განვითარება, ან დოგმატების განვითარება. მხოლოდ შემოსაზღვრა, ტერმინოლოგიური შემოსაზღვრა მოხდა ამ საეკლესიო კრებებზე და რა თქმა უნდა, ეს სწავლება უკვე ძირფესვიანად ჩამოყალიბებული არის ეკლესიაში. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მნიშვნელოვანია ასევე იმდენად, რამდენადაც გამოიხატა მსოფლიო დონეზე ეკლესიის სინოდალობის, ანუ კრებსითობის პრინციპი, რომ არაფერი არ წყდება ეკლესიაში, განსაკუთრებით ესეთი პრობლემები,
კრეფსითობის გარეშე. არ შეიძლება რომელიმე კონკრეტულმა ეკლესიამ გადაწყვიტოს ეს პრობლემები, არამედ მსოფლიოში ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია იკრიბება და სწორედ აი ამ მსჯელობის ჟამს ყველას თანხმობით ხდება გადაწყვეტილების მიღება. და ერთ-ერთი თემა სწორედ აი ამ ჩვენს საერთაშორისო კონფერენციაზე იყო პრიმატობისა და სინოდალობის პრინციპი, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ამ საერთაშორისო კონფერენციაში. კითხავთ მაშინ მამაცოტნეს, სწორედ აი მომხსენებლების შესახებ, ვინ იყვნენ მომხსენებლები კონფერენციის და რა სახებოდა მათი მოხსენებები, რაზე გაამახვილეს მათ ყურადღება. ამ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ ადგილობრივმა თეოლოგებმა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, არამედ საერთაშორისო დონის თეოლოგებმა, ანუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე თეოლოგებმა, გამორჩეულმა მეცნიერებმა, უნგრეთიდან, შვედეთიდან, საბერძნეთიდან, ასევე ჩვენ როგორც ვიცით, კარგად რომ რომიდან იყო წმინდა საყდრის დესპანი, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას და მათ უმთავრესი თემა, რაზეც გამახვილდა ყურადღება, ეს იყო სწორედ სინოდალობისა და პრიმატობის პრინციპი და კარგად იქნა დაფიქსირებული, გამოკვეთილა თუ რას გულისხმობს ეს პრინციპები, რომ პრიმატობა ეს არ არის, თქვათ, მართლმადიდებელ ეკლესიაში გაგებული, არასდროს ესე არ იქნება თითქოს რომელიმე ეკლესია, რომელიმეზე რაღაც იურიდიულ ძალაუფლებას ფლობს, ესეც არასწორად არის გაგებული დასავლეთის ეკლესიაში, არამედ ეს არის, თქვათ, კოორდინატორის დონეზე გაგებული, გარკვეული ან დიპტიხურ დონეზე გაგებული მისი უპირატესობა. და ყველაფერი, როგორც მოგახსენეთ, ესე იგი, სწორედ სინოდალობაზე ყველანაირი გადაწყვეტილება კანონიკური და მათ შორის დოგმატური დადგენილებები ეკლესიაში არის სინოდალობის პრინციპზე დაფუძნებული. თუმცა სხვა თემებსაც შეეხნენ მომხსენებლები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემები იყო, მაგალითად, რას ნიშნავს ქრისტიანობა, რა კავშირშია ერთმანეთთან პედაგოგიკა და ღვთისმეტყველება და ძალიან საინტერესო იყო და როგორ რა როლი შეიძლება შეასრულოს პედაგოგიკამ ადამიანის განმრთობის საქმეში. და რა არის ქრისტიანული ცხოვრების არსი. ასევე ერთ-ერთი მოხსენება შეეხებოდა დასავლეთის ასკეტურ ტრადიციებს. და ძალიან საინტერესო იყო, ყველამ ძალიან ყურადღებით მოусმინე და რაც თავარი არის აი საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობა, როგორც ქალბატონმა ხათუნამაც აღნიშნა, მოხდა საერთაშორისო დონეზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ქალბატონ ხათუნა, თქვენს მინდა გკითხოთ მომხსენებლებისა და მოხსენებების შესახებ კონკრეტულად თუ შეგვიძლია ვისაუბროთ და ვთქვათ, ვინ რა მოხსენებით წარსდგა საზოგადოების წინაშე საერთაშორისო კონფერენციაზე. დიახ, მოგესალმებით. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ეს კონფერენცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი საზეიმო, ასე ვთქვათ, პლენარული სხდომა, სწორედ მისალმებებს დაეთმო, რომელიც ტრადიციული გაგებით მხოლოდ მისალმება არ იყო, ეს იყო იმ სულიერი და იმ ინტელექტუალური ცოდნის გამოცდილების გაზიარება, რაც არსებობდა და დაგროვილია ზოგადად ქრისტიანულ სამყაროში და იმ მეცნიერთა კვლევებში, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს კონფერენციაზე. როდესაც ვსაუბრობთ ამ კონფერენციის, ვთქვათ, მონაწილეთა შესახებ, მართლაც წარმომადგენლობითი ხასიათისა იყო, როგორც მამაცოტნემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის, როგორც სხვადასხვა ქვეყნის თეოლოგიური სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები იღებდნენ მონაწილეობას ამ კონფერენციაში და აი მე ახლა შევეცდები რომ მოკლედ რამდენიმე მნიშვნელოვანი ვთქვათ, აი პროგრამიდან ამ მონაცემები მოგახსენოთ. მონაწილე ამ კონფერენციისა გახდათ მისი მაღალყოვლადუსამგდელოსობა ანანია ჯაფარიძე. მისი მოხსენების თემა იყო ნიკეის მსოფლიო კრებაში მონაწილე პიტიუნტის საეპისკოპოსო კათედრა და საქართველოს ეკლესიის ჩამოყალიბება. მონაწილე გახდათ მიქაელ ჰიალმი, ეს გახდათ შვედეთიდან, სტოკჰოლმის წმინდა ეგნატე ღმერთშემოშიცილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი. მოხსენების თემა
გახდათ საყოველთაო ეკლესია, სინოდალობა, კონსოლიარიზმის ნაცვლად, მოდელი სერაფიმ სპენსგარდი შვედეთიდან, სტოკჰოლმის წმინდა ღმერთშემოსილი სახელობის უნივერსიტეტის რექტორის ასისტენტი, პროფესორი, დიალოგური სწავლება ანთროპოლოგიურ ზღვარზე, იღუმენი ისააკ ბაანი უნგრეთიდან, თეოლოგიის დოქტორი, ბუდაპეშტის საპიენტიას უნივერსიტეტის პროფესორი, პრიმატი და სინოდალური ფუნქციონირება დასავლურ სამონასტრო ცხოვრებაში, წმინდა ბენედიქტეს წესთან მიმართებით, ქართველ მეცნიერთაგან მომხსენებლები გახდა დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, სინოდალობა და პრიმატი ეკუმენურ და ტოპიკურ, ანუ ადგილობრივ დონეზე და მომხსენებელი გახდათ ასევე დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი, კანონიკური სამართლის კათედრის პედაგოგი, თეოლოგიის დოქტორი, მოხსენების თემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის გაფართოებული საეკლესიო კრება და მასზე მიღებული დოგმატურ კანონიკური სწავლებები. ასე კონფერენციას ყავდა სპეციალური სტუმარიც, რომელიც მისასალმებელი სიტყვით წარსდგა აუდიტორიის წინაშე, ეს იყო საბერძნეთიდან, საბერძნეთის ეკლესიის ოფიციალური საღვთისმეტყველო გამოცემის თეოლოგიას ხელმძღვანელი, ასევე საბერძნეთის ეკლესიის საეკლესიო რადიოს ხელმძღვანელი ბატონი ალექსანდრო კაციარასი პროფესორი და მადლობა მამაცოტნე, თქვენ შემახსენეთ, მე გამომრჩა შესავალ სიტყვაში რომ მე თქვა, ასევე ესწრებოდა კონფერენციას და მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე აუდიტორიას წმინდა საფრის დესპანმა მისმა აღმატებულებამ არქიეპისკოპოსმა ანტე იოზიჩმა. ქალბატონო ხათუნა, მინდა გკითხოთ შეფასებების შესახებ, როგორი იყო უცხოელი მეცნიერების მხრიდან შეფასებები აი კონფერენციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. თითოეულ მონაწილეს ჰქონდა განსაკუთრებული მადლიერება და სიხარული, რომ შესაძლებლობა მიეცათ მონაწილე ყოფილიყვნენ ამ კონფერენციისა და ამას თავიანთ გამოსვლებში საგანგებოდ უსვამდნენ ხაზს. თითოეული მათგანი საუბრობდა პატრიარქის ეპოქალურ ღვაწლზე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის განსაკუთრებულ ძალისხმევაზე, რომ საშუალება მიეცათ ამ კონფერენციაში მონაწილეობისა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეფასება, რომელიც მოვისმინეთ მამა გიორგის ვიადაძის მიმართ, რომ თქვენ პატრიარქის წავიკითხავთ თუ შეიძლება ამონარიც, ალბათ უფრო საინტერესო იქნება სიზუსტე, თქვენ პატრიარქის გვერდით ბრძანდებით, დახმარებას უწევთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მის უდიდეს მოღვაწეობაში. დასაფასებელია თქვენი ერთგულება პატრიარქის მიმართ, საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ხალხის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაღალყოვლად უსამხდელოსობის ანანია ჯაფარიძის შეფასება. მან თავის მოხსენებაში საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, რომ 325 წლის პირველი მსოფლიო კრების ჩატარებიდან და მოციქულთა სწორწმინდა ნინოს მიერ საქართველოში ქრისტიანობის გადაგებიდან 1700 წლის თავზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ხალხს ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულება ეროვნული ღირსების გამოხატულებად მიაჩნია, ხოლო ჩვენი საქართველოს ეკლესია შეურყნელად იცავდა და იცავს წმინდა მოციქულთა სწავლებას. საგულისხმო იყო მისი აღმატებულების ცისის ტიტულარული არქიეპისკოპოსის ანტე იოზიჩის წმინდა საფრის დესპანის სიტყვა და მე აი ამონარიც წაკიკითხავთ, მადლობელი ვარ კონფერენციის ორგანიზატორების, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის, პირადად მისი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგის ვიადაძისა, რომელთაც უზრუნველყოს იმ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1700 წლის წინ ნიკეაში. მათი მოწვევით შესაძლებლობა მომეცა, რომ აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშნულ კონფერენციაში და ეს კონფერენცია გახდება შთაგონების წყარო ჩვენი რწმენის გასაღრმავებლად, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი სიახლოვე. მნიშვნელოვანი იყო იაკობ ფერვარის ბუდაპეშტის საპიენტიას უნივერსიტეტის რექტორის მისასალმებელ სიტყვაში გაცხადებული შეფასება, რომ დღეს პატივია ჩემთვის აქ დგომა, როდესაც ერთად აღნიშნავთ ნიკეის პირველ საეკლესიო კრების 1700 წლის ძავს და მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო ბრძანა იაკო ფერვარმა მის უწმინდესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გამოვხატო ღრმა პატივისცემა მისი სულიერი ლიდერობის მიმართ, მისი ხმა კვლავაც შთააგონებს როგორც ქართველ ხალხს, ასევე ფართო
ქრისტიანულ სამყაროს სიბრძნის მშვიდობითა და სახარებისადმი უყევი ერთგულებით. განსაკუთრებული სიხარულია ვიყო ეკლესიის სტუმარი, რომელიც ასე ღრმად და უძლიერესად არის აღბეჭდილი მონასტრული ცხოვრებით და ეს სიხარული იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, გამოსვლაში განსაკუთრებულად შესაგრძნობი იყო, რომლებიც პირველად სტუმრობდნენ ჩვენს ქვეყანას, აი ამ წიაღს, საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის და ისინი ამბობდნენ აი ამ ასე ვთქვათ სიხარულის ფონზე, რომ ჩვენ ვიკრიბებით მიწაზე, სადაც ქრისტიანობას სამოციქულო ფესვები აქვს, სადაც რწმენამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ სულიერი ცხოვრება, არამედ ამაყი ერის კულტურა და იდენტობაც. და განსაკუთრებულია იმის გახსენება, რომ ქართული ეკლესია, როგორც ეროვნული ეკლესია, თითქმის ერთდროულად ნიკეის კრებასთან ერთად დაიბადა და ეს სიმბოლური მნიშვნელობის მოვლენაო, აღნიშნავდნენ გამომცვლელები და ამასთან ერთად შეგვახსენებს, რომ თავიდანვე საქართველოს ქრისტიანული იდენტობა დაკავშირებული იყო ეკლესიასთან, ეკლესიურ წიაღთან. და არ მინდა ის გამომრჩეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ არაერთხელ გამოხატა დიდი მადლიერება თარჯიმნების მიმართ, რომლებიც მაღალ აკადემიურ დონეზე წარმართავდნენ სინქრონულ თარგმანს. ესენი იყვნენ ქალბატონი ეკატერინე ხუნდაძე, ქალბატონი ლალი კერესელიძე და ქალბატონი თამარ ნეფარიძე და ასევე ბერძნულიდან თარგმანში გვეხმარებოდა კონფერენციის მუშაობას ეხმარებოდა სინქრონულ თარგმანში ბატონი თორნიკე მამნიაშვილი, რომელიც ბრძანდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგის მოადგილე. მამა გიორგიმ თავის შემაჯამებელ სიტყვაში ისაუბრა პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე საქართველოს ეკლესიის და ასევე მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, ასევე ძალიან დიდი მადლიერება გამოხატა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომელთა მხრიდანაც ძალიან დიდი თანადგომა იყო ბუნებრივია და პატივისცემის გამოხატულება ეკლესიის მიმართ, საქართველოს საპატრიარქოს მიმართ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიმართ კონფერენციაში მონაწილეობა და აი მამაცოდნე შემაჯამებელი სიტყვა თქვენ მინდა რომ გადმოგცეთ ამასთან დაკავშირებით, რომ შეაჯამოთ კონფერენციის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ გვითხრათ აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაზე. დიახ. როგორც აღნიშნეთ, არაერთ გზის საერთაშორისო კონფერენციები, მათი ჩატარება, განხორციელება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ დარგის განვითარებისთვის, ვინაიდან ამ დროს ხორციელდება საერთაშორისო დონეზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. შეუძლებელია ერთ სასწავლებელში ყველანაირი კუთხით იქნეს შესწავლილი ღვთისმეტყველება და ყველანაირ საკითხს ეხებოდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით, მაგრამ შესაძლებელია რაღაც საკითხები სხვა სასწავლებელშია უფრო მეტად დამუშავებული, შესაძლებელია ჩვენთან უფრო მეტად სხვა საკითხია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ამ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი სიხარულით, რომ ჩვენი მთავრობა ჩვენს გვერდით იყო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თვითონ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზეც კონსტანტინე დიდმა, როგორც მთავრობის უდიდესმა წარმომადგენელმა, ხო, იმპერატორი იყო, მან ძალიან დიდი დახმარება გაუწია ეკლესიას. აი სწორედ ამის ორგანიზების საქმეში და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას ჩვენ ხედავთ ეკლესიის ისტორიის მასშტაბით, რა თქმა უნდა, ჩვენ რეალობაში, მაგალითად, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, რომ ეს ურთიერთთანხმობა და ერთად მუშაობა ძალიან ბევრი სასიკეთო შედეგის მომტანი არის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს და დაულოცო თითოეული მათგანი. ეს კონფერენცია იყო მართლაც საერთაშორისო დონის. არა მხოლოდ წარმომადგენლობითი კუთხით, არამედ მისი ორგანიზაციული კუთხით, რომელშიც ძალიან დიდი და უმთავრესი როლი მიუძღვის ჩვენს რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თითოეულ დეტალში იხედება და ყველაფერს თავად ამოწმებს და თავად ძალიან დიდ მონაწილეობას იღებს ყველაფერში. ამასთანავე თავად არის მეცნიერი, დიდი მეცნიერი, ასევე ძალიან დიდი ორგანიზატორი. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მის კომენტარებში, მის სიტყვაში, მისასალმებელ სიტყვაში და შემაჯამებელ სიტყვაში, როდესაც ფაქტობრივად მთელი ეს მოხსენებები ძალიან კარგად და დამაჯერებლად ყველასთვის გასაგებად შეაჯამა. ასე რომ ჩვენ ვართ ძალიან მადლიერები საქართველოს საპატრიარქოსი
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა თანამშრომლის, რომ ეს მართლაც დიდებულად ჩატარდა ეს საერთაშორისო კონფერენცია და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ამას ექნება ყოველწლიური ტრადიციული ხასიათი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან მობრძანებისთვის და ესეთი საინტერესო საუბრისთვის. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ნიშნიანიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები.